რეალმა დააკამბეკოს რა თამაში იქნება წარმოიდგინე. ესეთი რაღაც ის მომეჩვენა რომ ლიგა 1-ში აქვს ხოლმე თამაშები, ესეთი თამაში ჰქონდათ ჩვეულებრივი. და დაღეჭა ინძაგიმ კომპანია. მოგესალმებით. ერთკვირიანი პაუზის შემდეგ სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტის შედეგს მიღმა გიბრუნდებათ. წინა გადაცემაში, როგორც ნახეთ, ვისაუბრეთ ჩემპიონთა ლიგაზე და პრინციპში იგივეს გაკეთებას ვაპირებთ დღესაც, თუმცა მანამ სანამ ამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, ძალიან გთხოვთ, რომ დაალაიქოთ იგი, გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა რაც შეიძლება მალე ავიდეთ იმ რაოდენობის გამომწერებზე, რომ შეიძლება ყავდეს სპონსორები. ზუსტად ამას მინდა გაუსვა ხაზი, ვიცი რომ ძალიან ბევრი ქართული კომპანია აქტიურობს YouTube-ზე, მარკეტინგით, რეკლამის მიმართულებით, შესაბამისად, ჩვენს მინდა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ ღია ვართ ნებისმიერი სახის შემოთავაზებისთვის, იმეილი, მობილური ნომერი მითითებულია აღწერაში, შეგიძლიათ მოკლედ შეგვეხმიანოთ და ამ საკითხზე გავისაუბროთ. ვარ ისევ ირაკლისთან და რეზისთან ერთად, ბიჭებო როგორ ახართ? გადასარევად. ძალიან კარგი. მოკლედ, დღესაც შევიკრიბეთ ყველაზე ცხელ თემებზე სასაუბროთ, ეს არის ჩემპიონთა ლიგა. წინა ვიდეოც მთლიანად დავუთმეთ ჩემპიონთა ლიგას და მოდი დღესაც დრო არ დავკარგოთ, ისე პირდაპირ გავიხსენოთ წინა კვირის გამორჩეული მატჩები და უპირველეს ყოვლისა ალბათ ლოგიკური იქნება თუ დავიწყებთ ხვიჩა კვარაცხელიათი, PSG-ი, რომელმაც დაამარცხა ასტონ ვილა პირველ თამაში, თუმცა მე მჭირდება მეტი დეტალი. რა მოხდა, როგორ მოხდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გახსოვს წინა გადაცემაში რომ ვიძახდი რომ რაღაცა სუნი მცემს თქო რომ აი ბოლო წამზე რო არ მომხდარი, ბოლო წამზე რა ბოლო წუთზე რო არ მომხდარიყო ისაც მოხდა, აი ახლა თავს დავდებდი რომ ასტონ ვილა გავადგო. მაგრამ ეხლა უკვე კიდე იგივენაირად მგონია. ნუ პირველი რაც უნდა აი აუცილებლად ვთქვათ, იყო ის რა უკნა ქეშს კვარაცხელიამ პირველ 20 წუთში დაამთავრა იმან მე всё თავიდან პირველ 20 წუთს სანამ ყვითელს მიიღებდა ერთ-ერთზე დაუყენა ემერი და აი ნუ სისხლი გაუშო პატარა მოპარული ჟესტივით ათრიაო გამოთქმა რომ აი ეგ უკნა ქეშს ზუსტად და მე უკვე რომ მიხვდა რომ ერთი რომ ძალიან რთული ერთ-ერთზე დაჭერა და მეორე ის რომ ყვითლით იყო და კიდე ერთი შემდეგი ეპიზოდი უკვე ერთ-ერთზეც ვეღარ რჩებოდა, კაცი აღარ იყო რომ ის ერთი დაეყენებინა კვარაცხელიასთან, მე უკვე დაზღვევებით გადადიოდნენ და ამანქნა ის რომ აი მაქსიმალურად მოუწია ჩაჯდომა ასტონ ვილას, მან უკვე დაიწყო დეზირე დუემ გამონათება რომ ზის და მაქ ლავირების და ძრომიალის საშუალება და საბოლოო ჯამში მოხდა ისაც უნდა მომხდარიყო რა. სასწაულად მაგრად ითამაშა, რა თქმა უნდა, PSG-მ, რა თქმა უნდა დაიმსახურა. ასტონ ვილას გეგმაც პირდაპირ ჩანდა, რომ მოდი კონტ შეტევას დაველოდოთ და მაგანაც გაამართლა რა, გაიტანეს გოლი როჯერსი, რაც ვახსენეთ. სხვათა შორის წინა გადაცემაში ვახსენე, რომ პრემიერ ლიგის ფენტეზიში კი მყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფენტეზიში არ ამიყვანია როჯერსი. ესე უცნაურად რატომღაც უარი ვთქვი როჯერსზე და როჯერსმაც თავისი გასაკეთებელი გააკეთა. ხო, ნუ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა იდეაში და ამის შემდეგ გეგმა იყო ასტონ ვილასი რომ რაც შეიძლება დიდი ანგარიშით არ წავაგოთ, არ დავაქამბეკებინოთ და დავეთანხმები ირაკლის იმაში რომ იმ მესამე გოლმა შეიძლება ბევრი რამ გადაწყვიტა. ჩატში ის ირაკლი იხვეწებოდა რომ PSG-ს მესამე გოლი გჭირდებაო და მე სიმართლე გითხრათ ცოტა არ მჯეროდა, იმიტომ რომ თითქოს ცოტა მოეშუნენ სავით. მაგრამ ნუ დემბელემ მაინც დახატა ერთი პასი, რეზი. ხო, აი ასტონ ვილას ამოცანა იყო რომ შეიძლება ბევრი არ გაეშვა და დაფასზე მინდა რომ აჩვენო დასაკეთებდა ნუ ემერი. ეს იყო საბაზისო სქემა, რითიც იწყებდნენ, ხო? 4-4-2. შემდეგ ეტაპობრივად მიდიოდა ესე. კამარა ჩადიოდა მეხუთედ, საყრდენი ეს შემთხვევით არ ხდებოდა, იმიტომ რომ კამარა ცენტრალურ ცალად უთამაშია აქვს ამის გამოცდილება და მაგინი ჩამოდიოდა და გადადიოდნენ 5-4-1-ზე. ეს იყო უკვე როცა PSG გადავიდა მოწინააღმდეგის ნახევარზე და უკვე უწევთ ამის შეჩერება. მაგინსაც ძალიან ბევრ პოზიციაზე უთამაშია ნახევარდაცვაში შეუძლია. როცა უკვე ძალიან მიეწევოდა PSG, ესე გაიწევოდნენ და რემზი ჩადიოდა მე-6 მცველად და ძალიან ბევრი იყო როცა 6 მცველით იდგნენ და ნუ რემზისაც ჩემტევებს შორის ძალიან მოცულობით სამუშაოს გაკეთება შეუძლია.
6-4-ზეც იყო რაღაც. ხო, ანუ საწინო არავინ არის. ხო, ეგეთი რაღაცა. ანუ იმუშავა თუ არა ამ ბლოკმა ისეთი სათქმელია, რომ ანუ ერთი შეხედვით გოლები PSG-მ როგორ გაიტანა ბოლო გოლს არ გულისხმობ, გაიტანა სტანდარტის შემდეგ, როცა კუთხურიდან გადმოვარდა ბურთი და დუენ დაარტყა და მე პარას გოლი იყო კონჩეტევაზე. როცა რაღაც მოკლე პასები და მე ნუ კვარამ სოლო დახატა, ხო? თავისი ეპიზოდი დისასის რაც გაუკეთა, დისას ძალიან ცუდი ფეხბურთელია საერთოდ. ცუდად ითამაშა კი არა, ცუდი ფეხბურთელია, ხო, ვერ ხვდები რატოა ეგეთი მოთხოვნადიან ჩელსიმ რატო იყიდა ან საერთოდ მე რატო მიყავთ სადღაც კიდე. და ნუ ბოლო გოლი ის იყო უკვე იქ კამარა ვეღარ ჩაასწრო უკვე ზუსტად ნუნუ მენდეში, როცა მეხუთე მსვლელად იყო ჩასული, მაგრამ ნუ უკვე 90 წუთზე მეტი იყო გასული და დაღლებიც იყვნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ვილა პარკზე რთულია თამაში და სახლში ასტონლა ძალიან მაგრად თამაშობს ხოლმე, ანუ მაგრამ ნუ ჯობდა აშკარად PSG-კი ბევრმა თქვა რომ აი 10 ძირითადად შორიდან ურტყამდა PSG-ს, მაგრამ ნუ 6 მცველით იდგა როგორც ვთქვი და ნუ ამ დროს გასაგებია შორიდან მოგიწევს დარტყმა, როცა ეგეთი დონის ფეხბურთელები ყავს, ხო? ერთი შორიდან დარტყმული გავა, აი დუემ გაიტანა, ხო? და ჯარიმოს გარედან. ამიტომ PSG ისეთი რაღაც ისე მომეჩვენა, რომ ლიგა 1-ში აქვს ხოლმე თამაშები, ისეთი თამაში ჰქონდათ, ჩვეულებრივი. ლიგა 1-ში ყველა თამაში უშვებს თითქმის PSG გოლს. ანუ გოლი გაშოვული გოლი მათთვის არაა ისეთი დიდი კატასტროფა, ამიტომ მომი რომ ისეთ ნახევარფინალში ვიხილავ თქვა რას. პრობლემა არ არის PSG-ისთვის რომ გოლი გაუშვას. აქეთ ისეთი შეტევა ყავს. ისიც აი მაგიტო ვთქვი რომ 2-1-ზე თითქოს ცოტა გაჩერდნენ, არ ფიქრობდნენ იმას, ანუ ფიქრობდნენ რომ ჯობია 2-1 მოვიგოთ, ვიდრე ისევ რაღაცა კონჩეტევაზე დაგვიჭიროს ასტონელა და ვთქვათ 2-2 გახდეს, ხო? ხვიჩა კვარაცხელიაზე ცალკე რო ვთქვათ, თავიდანვე დაიწყო მარცხენა ფლანგზე, ზუსტად იქიდან იყო სისხლი რო გაუშრო მეტი ქეშს და ქონდა ძალიან მაგარი მატჩი, თითქოს დემბელე იყო ჩაკარგული ამდენ ხალხში იქ დასვაში, ცენტრფორვარდად იდგა დემბელე და ბარკოლას შემოსვლის შემდეგ ხვიჩა გადმოვიდა მარჯვენა ფლანგზე. ეს რო პრობლემა არ არის ხვიჩასთვის უკვე რომელ ფლანგზე დადგება, ეს არის ძალიან მაგარი რაღაც, იმიტომ რომ მარცხენა ფეხით ისეთი გოლები გააქვს უკვე. მე მგონი დემბელეს ამბიდექსტერობას სადღაც მიუახლოვდა. დემბელე ხო გვეგონა რომ უფრო მემარცხენე ცაცია ფეხბურთელი იყო და მარჯვენას კარგად ხმარობდა, აი მემარჯვენეებში კიდევ უფრო იშვიათია. მემარჯვენე რომელიც მარცხენას მაგრად ხმარობს, უფრო იშვიათია, ანუ ამბიდექსტერი მემარჯვენე ფეხბურთელი იშვიათად არის. და ხვიჩა რო ეგრე თამაშობს და ამ PSG-ს ლიდერია ხო, ჭირდება აუცილებლად PSG ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და იმსახურებს ბუნებრივია ამაზე მე მგონი ქართველები ხო განსაკუთრებით შევთანხმდით და სოფლიო ფეხბურთში შეთანხმებულნი არიან. ხო, აი სანამ სხვა თამაშებზე გადავალ, ლუის ენრიკეს ბრავო, უბრალოდ რა გუნდი აწყო და ყველაზე უფრო რაც მომწონს თავისი გაიტანა ბოლომდე, ანუ თუ გაქვთ ნახე ამაზონის ფილმი როა PSG-ზე შარშან ბაპეს რო უხსნის ჯორდანის მაგალითებზე რომ აი ჯორდანი ხო ყველა ისტორიაში ყველაზე დიდი კალათბურთელი ასეთ რაღაცებს აკეთებდა და როგორ მუშაობსო დაცვაში და შენც ასე უნდა იმუშაო და რაღაც ბაპემდე ეს ვერ მიიტანა თავის დროზე, მაგრამ ბაპე წავიდა და ხო ახლა როგორ ანუ გეგმაზომიერად ეტაპობრივად მიიყვანა PSG იმ მდგომარეობამდე, რასაც უნდოდა. კვარას ტრანსფერი, რომელიც ბევრისთვისაც ისე გამოიყურებოდა, რომ რაში ჭირდებათ და მეც ისე უყურებდი და ანუ ვაღიარებ. ზოგ სკეპტიკურად ბოლომდე გაიტანა, იმიტომ რომ იცოდა რაში ჭირდებოდა და ზუსტად რა უნარებიც აქვს კვარას, რომ ეს მაგნეტიზმი რომ ბევრი ფეხბურთელი გადაყავს მისკენ ამიწყვის თავისუფლებს სივრცეებს, ანუ სისტემური მწვრთნელი, რომელმაც იცოდა თუ რა უნდა როგორ უნდა ყოფილიყო საბოლოო პროექტი და მივიდა ამ პროექტამდე არ დათმო არაფერი გზად და ცდილობდა რომ ბაპესთან ერთად მისულიყო, მაგრამ ნუ როგორც მივიდა საბოლოო ჯამში მივიღეთ რა PSG ახლა top 3 გუნდში, შეიძლება top 2 გუნდშიც ულაპარაკოთ შედის ჩემი აზრით. და იმ ხვიჩას დაცვით ფუნქციებში ჩართვაზეც აღფრთოვანებულია ლუის ენრიკე. თუ გახსოვთ 97 თუ 96 წუთი იყო რაშფორდს რომ მარტო ედგა ფლანგზე, აი ჰაკიმის მარჯვენა მცველად, ხო? კარგი, ამ თემაზე თუ გსურს რამის დამატება თუ არა და გადავიდეთ შემდეგ მატჩზე, ისევ მივყვებით როგორც პრინციპში წინა გადაცემაში ინტერესის მიხედვით და მეორე მატჩი რომელზეც უნდა ვისაუბროთ არის ლონდონური სასწაული, ხო? ლონდონის არსენალი, მადრიდის რეალი. რა ვნახეთ ლონდონში პირველ რიგში, იმიტომ რომ არსენალმა ნუ გადაუარა შეიძლება არა, მაგრამ აჯობა ცალსახად მადრიდის რეალს და რას ველით სანტიაგო ბერნაბეუს. ვნახეთ და სასწაული ჯარიმები ვნახეთ. ჯარიმები. ანუ ჯარიმებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც ნუ გადამწყვეტი იყო შედეგის თვალსაზრისით, თამაშის სურათის თვალსაზრისით, თამაშის შემდგომ არტეტამ თქვა რომ გვარდიოლას ესაუბრა თამაშამდე
გამოჩნდა იმაში, რომ არსენალმა ითამაშა 3-2, 3-2 სქემით, თუმცა ეს ორი იყო ვინგერები, რომლებიც მაღლა იყვნენ და სულ განიერ პოზიციებს იკავებდნენ და სამი ფეხბურთელი იყო ეს რეალის საყრდენ ზონაში, სადაც რაისი, ოდეგორი და მერინო ჩამოდიოდა ყოველთვის და რაღაც წარმოუდგენელი ინტენსიურობა ჰქონდათ, ანუ ყველგან იყვნენ. საჯარიმოში შერბოდნენ, თან ისეთი როლები რო იყო გადადანაწილებული, ორი შერბოდა საჯარიმოში, ერთი საჯარიმოსთან იდგა, ოდეგორი ხშირად ჩამოდიოდა რომ ბურთი წაეღოთ და რეალის ნახევარდაცვამ ვერაფერი დაუპირისპირა. თან უნდა ითქვას, რომ ეს ნახევარდაცვა ისე იყო ჩუამენის გარეშე ნახევარდაცვა 40 წლის მოდრიჩით, ვერ გაუძლო ფიზიკურად ამ ფეხბურთელებთან სერბულს პლუს ჩემი უნდა გავაგრძელო ხაზი რომ ვინისიუსი და მბაპე ერთად აღარ გამოდის უკვე მოედანზე აღარ აი ელემენტარულ რაღაც საბაზისო დაცვით ამოცანებსაც პასის მიმართულებასაც აღარ კეტავდნენ უბრალოდ საყრდენებზე და რეალი იცავდა თავს 8 კაცი თქო ამ 8 კაცი ერთი არის ბელინგემი რომელსაც მთელი კარიერა ჯერა კარიერა ახალგაზრდა 20 წელს ახლა გადაცდა მე მგონი ახალგაზრდა მაგრამ ეს აქვს რომ მომენტები აქვს რომ ითიშება თამაშიდან კონცენტრაციას ძალიან კარგავს უბურთო თამაშის დროს და ასეთ მომენტ ეს არის მთელი ასე ვთქვათ სეზონის პრობლემა თამაშის შემდეგ კარლო ანჩელოტი თქვა რომ ვერაფრით ვერ ვახერხებო მთელი სეზონის მანძილზე რომ გუნდმა შეინარჩუნოსო კომპაქტურობა უბურთოდ ანჩელოტი არის ესეთი თავისუფალი არ არის სისტემური მცველი რელაციური ფეხბურთის მიმდევარია მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს თავის ფეხბურთელებს, მაგრამ უბურთოდ ის ითხოვს, რომ საკის 4-4-2 იყოს დაჭერილი და ყველა მიმუშაოს. ვერ აკეთებს ამას, უბრალოდ ვერ დააჯერა ფეხბურთელებს, რომ საჭიროა ხანდახან მე ესეთ კონსპირაციული თეორიაც მქონდა, აი ბარსასთან რო 5-2 წააგეს სუპერთასზე. მეგონა რომ სპეციალურად გააკეთა, რომ ეჩვენებინა მათთვის რომ გადაიმართებათ თუ არ ჩამოვლენ, არ ითამაშებენ დაცვაში, მაგრამ ვერ მივიდა აქამდე და ჩანს რეალსაც ტოპ თამაშებს რეალი ვერ იგებს. ვერ იგებს არა ძალიან დიდი ხერხი დააგებს რეალურად. და აი მესამე გოლის ეპიზოდზე ვიტყვი კიდევ მოკლედ რომ აი იქ ჩანს ძალიან კარგად ჯერ ვალვერდე შერბის რომ უკვე რეალი 2-0 აგებს უკვე ცუდი ანგარიშია. რაღაც უნდა გააკეთოს და ვალვერდე მირბის პრესინგზე. მაგრამ ვერ იყო ამდენ ფეხბურთელს ცენტრში ამდოს ვალვერდე შესული რაის რჩება ეს ბლოკის მიღმა იღებს მიაქვს ეს ბურთი ჩაიტანა საჯარიმომდე ეს ორი ფეხბურთელის ვინისიუს და მბაპე არაფერს არ აკეთებს და მე ბელინგემი მორბის რომ პარტი დაიჭიროს პარტი რომელსაც უნდა ჩამოყოლოდა რომელიმე და რადგან ბელინგემი პარტიზე გადავიდა მერინო ჩამოვიდა უკვე ბელინგემის ზონაში და იქიდან გააქვს მესამე გოლი არ ვიცი რა იქნება ჯერ ცოტა მე ვისაუბრებ დავეცდილება იქმნებოდა რომ არსენალი რაოდენობრივად იყო მეტი მოედანს და მე რო შეხედავდი ბაპეს და ვინისიუსის ჩართულობა თამაში თან დაცვით თამაში იმდენად დაბალი იყო რომ მართლა მეტი იყო არსენალი ასე რა ქვია მოედანზე თითქოს ანგარიში მეტი იყო 93 წუთი კამოვინგას ფაშორის ძალიან სუსტი თამაში ჰქონდა მე ერთ რაღაცას დავამატებ რომ გარდა იმისა რომ ვინისიუსი მბაპედან ერთ-ერთი ზედმეტია მე მგონი ჩანს რომ მბაპე არ არის ცენტრში არ უნდა იყოს რა მბაპე რა უნდა იყოს ფლანგზე და უნდა ქონდეს თავისუფლება და ერთ მაგარ რაღაცას ვიტყვი მბაპე ვერ აღმოჩნდა ისეთი მაგარი როგორც კვარაცხელია რატო PSG-ში არა ნახე ანუ ორი ხო იდეაში მარცხენა ვინგერია ცოტა სხვადასხვა პროფილის მაგრამ ორივე მარცხენა ვინგერია კვარაცხელიას შეუძლია ის რომ ცენტრში ითამაშოს 9-იანზე შეუძლია ითამაშოს შუაში მარჯვნივ მარცხნივ თამაშობს და არახმა გაუთიშებოდიში არ გამითიშავს მარცხნივად შეუძლია მარჯვნივად შუაში შეუძლია თამაშდა ბაპე რეალში გამოჩნდა რომ რაღაც უფრო მიწებებულია მარცხენა ფლანგს რა იმიტომ რომ კომფორტულად იქით გრძნობს კომფორტულად გრძნობს და თან ადაპტაციას ვერ გადის თან ცოტა ისეთია რა მე სტარი ვარ და თან უწევს იმის დათმობა რომ მე სტარი ვარ და ჩემ პოზიციაზე უნდა ვიყო თან აქაც კი გოლები გააქვს მაგრამ ნუ ახლა რეალში ბაპეზე ბევრად დაბალი დონის მოთამაშეც გაიტანს მაგდენ გოლს რა და ხო და მაგის თქმა მინდა რომ ხვიჩა კვარაცხელია ჯობია მბაპეს კი ბატონო შენიერი ის არის ანუ ისე ვარ გამომივიდეს რომ აი ეს რაღაც უარგის ფეხბურთელები არიან ახლა და გადაყარმოეთ ანუ მე ტოპ 5-ში შედის ორივე ვინისიუსიც და მბაპეც სოფლიოში მაგრამ როდესაც შენ დაცვით სამუშაოს არ ასრულებ ზოგადად მაშინ უნდა მოგქონდეს შეტევაში ძალიან დიდი სარგებელი აი მესი არ აკეთებდა დაცვაში არაფერს და კრიშტიანო რონალდო მაგრამ იმ ხელა ბენეფიტები მოგქონდა შეტევაში
რომ გუნდი მიდიოდა ამ დათმობაზე, იმიტომ რომ ის გადაწონი და პლუსი აუცილებლად მინუსი. აქ პრობლემა რა იყო? პირველ ტაიმში კონტრშეტევების დროს საშინელ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. სულ პირველ წუთზე იყო სკრინიც გვაქვს. სადაც ბაპე რაღაც ცენტრიდან შედის და აშკარად გადატვირთვა აქვს. რეალს მარჯვნივ ორი ფეხბურთელი მიყვება და არ უკეთებს პასს და სადღაც 30 მეტრიდან ურტყამს. ვინისიუს ალბათ ყველაზე ცუდ თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ. ვინისიუსი მთელი მისის ოქროსბურთის მოთხოვნა აგებული იყო მის ჩემპიონთა ლიგურ პერფორმანსებზე. არც ვერცერთი დრიბლინგი ვერ გააკეთა, სტატისტიკურად 3 ცდელობა ჰქონდა და 0. წარმოვიდგინეთ 52% ჰქონდა პასების სიზუსტე. გასაგებია რომ ეს არის თავდამსხმელი, რომელიც შემტევი, რომელიც უფრო ამწვავებს და მას ვერ ექნება ისეთი პასების სიზუსტე როგორც წველს, მაგრამ ყოველი მეორე პასი რო უზუსტოა, ეს მაინც არაფერში არ წერია და კონტრშეტევებზეც ვერ მოიტანეს პირველ ტაიმში ის სარგებელი, რაც გადაწონი და მათ უსაქმრობას დაცვაში და მერე უკვე როიალს ოდესა პოზიციურ შეტევები მოუწია, პოზიციურ შეტევებში რეალმა ვერაფერი ვერ ქნა. გასაკვირი ისიც იყო, რომ წინა გადაცემაში ვსაუბრობდით, რომ ზედ ამ თამაშის წინ არსენალს გამოაკვდა, რეალურად დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, ხო, მაგალაში. და ფიქრობდით, რომ აი დაწოლა იქნება იქ, რომ იაკუბ კივიორი უნდა დადგეს მაგ პოზიციაზე, კალაფიორის აკლია. რეალურად რეალმა შეტევაში იმდენად ვერაფერი შექმნა, რომ ვერც კივიორს შეუქმნა რაიმე სახის დისკომფორტი და იქ ტიმბერს და იმას სალიბას ისეთი მატჩები ჰქონდა, რომ აი ფაქტობრივად უფრო მეტ დროს ატარებდნენ რაღაცა მეტოქის ნახევარზე ბურთის განაწილებაში, ვიდრე საკუთარ თავის დაცვაში. და გასაკვირი იყო, იცი, რეალი ჩავარდა შოკურ მდგომარეობაში მესამე გოლის შემდეგ. რამდენი წუთი ქონდა რეალურად რეალს იმისთვის, რომ მოდი ერთი გავიტანოთ, ან იქნებ რაღაცა მეორეც მივაყოლოთ და ბერნაბეუზე უფრო სხვანაირი მატჩი წამოვიდეს, თუმცა არა. ის ბოლო 20 წუთი იყო რაღაცა შოკიდან გამოსვლის მცდელობა და მე მგონი არტეტამ უთხრა, რომ აი გავჩერდეთ 3-0 ისეთი ანგარიშია, ჯობია რომ გოლის გაშვება არ გავრისკოთ, თორე არ გამოვრიცხავ იმას, რომ არსენალს უფრო მეტი გოლი გაეტანა. რაც შეეხება ჯარიმები რო არ გაეტანა არსენალს, აინც იმსახურებდა მოგებას ჩემი აზრით, მაგრამ ეს იქნებოდა ალბათ 1-0 შეიძლება 2-0, იმიტომ რომ კურტუა ისეთ თამაში ჰქონდა, რომ 55 წუთზე დაარტყა ბოლოს რეალმა საჯარიმოდე. ამის მერე გაუშვეს გოლები. თან ბოლო 20 წუთი დამატებით დროში ასვით იყო, როცა 3-0 აგებდნენ, უკვე კატასტროფული ანგარიშით მიდიან სახლში და შეცვლებზეც ბრაინ ვერ შეცვალა ანჩელოტიმის შემტევებიც, რომელთაც არ ქონდათ შეტევაშიც არ ქონდათ ხო კარგი თამაში, როგორც აღნიშნეთ, ბოლოსკენ გამოიყვანა მარტო ბრაინ დიასი. მე მგონი რეალის ხელმძღვანელობამ და ანჩელოტიმ იცის, რომ ესეთი თამაშები, ასეთი თამაშების წაგება სეზონის განმავლობაში ოკეია რა. სუპერთასი არსენე წააგო, ბერნაბეუზე წააგო ბარსელონასთან განადგურდა, ეხლა წააგო, ლივერპულთან წააგო კიდე ლიგაზე. თუმცა არაფერი ამ წუთში დამთავრებული არ არის. ხო, აი, მაგას ველოდებოდი რომ სადმე ჩავედი. მაგრამ დავაცამტვრეთ რომ ეს ვინისიუსი ერთად ვერ ეტევა, რაღაცა შეტევა არა აქვს, ის იმას ვერ აკეთებს, ეს ამას ვერ დაცვაში არ თამაშობენ და აი ბოლოს მაინც მაგითი ვამთავრებთ რომ გარკვეული არაფერი არ არის. თან აქ რა არის, იცი? სანტიაგო ბერნაბეუა რეალია. ყველა ფეხბურთელმა ცალ-ცალკე დადო პოსტი, რომ რემონტადას ვამზადებთ. გულშემატკივრებმა განსაკუთრებულ დას მოუწყობთო. იქ რეალის ხელმძღვანელობამო რაღაცა ემოციური ვიდეო ჩაწერა, სამოტივაციო ვიდეო, რომელსაც 4 შაბათს ზედ თამაშის წინ ვაჩვენებთ ფეხბურთელებსო. შესაბამისად, ერთი სწრაფი გოლი, ერთი მეორე გოლი, ანუ რეალი მიუხედავად იმისა, წინა გაცემას ჩვენ რეზიმ გააკრიტიკა რეალურად რეალი, ხო და ეს არის ობიექტურობა. რეზის კი აბრალებ რომ ბარსელონას ფანია, მაგრამ არ არის ბარსელონას ფანი. არის ეს ადამიანი ბარსელონას ფანი, კაცო. არც მე და ირაკლი ვართ ბარსელონას ფანები, არაფერს საწინააღმდეგო არ გვაქვს რეალურად რეალის წინააღმდეგ, უბრალოდ ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ და ეხლა საპირისპიროდ რა ვიღოთ, ხო, რა გველის ამ კვირას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში. საქმე იმაში გამარჯვებს, რომ რეალი მიუხედავად იმისა, რომ ეს დაცვითი სისტემები აქვს, რომ პრესინგის ხაზში, პრესინგში ვერ მონაწილეობს ორი ფეხბურთელი, არის უძლიერესი გუნდი ინდივიდუალურად და გუნდურად. როდესაც ამ გუნდს წაუვა თამაში, ამ გუნდს შეუძლია რომ წალეკოს. თან ხო იცი არსენალი როგორი გუნდია, ხშირად ბულინგის მსხვერპლი და ეხლა არსენალი რომ გამოვარდეს 4-0, მე მგონი თან 4-იანი ხო სიმბოლურია, მაგათთვის სულ მეოთხეზე რო გადიოდა, მე მგონი, ანუ არ მე პირადად ეხლა რეალი რო გავიდეს, ხო ვისიამოვნებ თამაშს, იმიტომ რომ რეალმა რო დააკამბეკოს რა თამაში იქნება წარმოიდგინე, მაგრამ არ გამიკვირდება. იმიტომ რომ ღრმად მწამს რომ ამ წუთში არაფერი დამთავრებასთან ახლოს არ არის. და
კიდე ძალიან დიდი ომი მოუწევს არსენალს იმისთვის, რომ გადავიდეს შემდეგ. ეგ არ იქნება მარტივი თამაში არსენალისთვის, ანუ პირველ 15 წუთში იქნება გასაგებია რომ რეალი ესეთი ფრთხილი არ იქნება, ხო? ანუ აქ იყო რომ რაღაც ბილდაპში 6 კაცი მონაწილეობდა და შეტევაში აღარ ყოფნიდა ფეხბურთელები. გასაგებია რომ შედარებით ნაკლები ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას ბილდაპში უკვე, ალბათ რაღაც 4, ან შეიძლება 3-იც კი და მეტი იქნება წინ წასული. პირველ 15 წუთს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ და ნუ მესმის მთლიანად ბერნაბეუს ფაქტორიც და ის, მაგრამ 10%-ზე მეც ვეღარ ვაძლევ რეალს, იმიტომ რომ არსენალი არის იშვიათი ტოპ კლუბი, რომელიც პოზიციურ დაცვაში ანუ რაღაცა ავტობუსში კარგად გგრძნობს თავს, ანუ კარგად იცავს თავს პოზიციურად, პლუს არსენალს წესით კონჩეტები ექნება ასეთ პირობებში და სტანდარტები ექნება. პლუს ხო და რაც კიდევ მნიშვნელოვანია, ჩემთვის რეალს მოუწევს არაკომფორტულ სცენარში თამაში, ანუ რეალს მოუწევს პრესინგის თამაში, იმიტომ რომ ბურთი უნდა მოიპოვოს. და რეალს მოუწევს პოზიციურად შეტევა, ეს არ იქნება კონტრშეტევებზე თამაში, ხო? მე ვფიქრობ არსენალმა არ უნდა ითამაშოს ისე, რომ 70% მიცეს რეალს ბურთი, მაშინ შეიძლება მართლა წააგოს. აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ არსენალმა უნდა ითამაშოს, ნუ ჩვეულებრივად რა, რეალს მოუწევს პრესინგი და რეალის პრესინგი არ არის ისეთი, ეს პრესინგი ისე არ წარმოიდგინოთ, რომ პრესინგი არის მარტო რაღაც სირბილი, ხო? და შეიძლება ერთ თამაში დაავალო და ირბინოს ბაპემაც და ვინისიუსმაც პრესინგი ძალიან ესეთი რთული ტაქტიკური ელემენტია, რომელიც მოითხოვს სინქრონულობას, რომ ტაიმინგი ზუსტად განსაზღვრო, ტრიგერი ზუსტად განსაზღვრო და ამაზე დიდი ხანი მიდის მუშაობა ვარჯიშებზე და თამაშებზე და ყველა თამაში დააკეთებდი ამას, რომ თვალდახუჭული იცოდეს ად მირბი ხარ და როდის მირბი ხარ. რეალი რადგან ამას არ აკეთებს, ანუ არაკომფორტული სცენარია. ნუ რეალისტის კარგი ახლა არის ის, რომ გაბრიელ მაგალიასი არ არის, იმიტომ რომ საჯარიმოში მაგალითად ძალიან სასარგებლო იქნებოდა არსენალისთვის ასეთ სცენარში. მეც ვთვლი რომ არ არის არაფერი დამთავრებული, მაგრამ 10%-ზე მეც ვეღარ ვაძლევ მაინც. რამდენ პროცენტს მისცემთ? აუ, არ ვიცი, ეგ პროცენტი თან მით უმეტეს როცა რეალზე ალაპარაკე ვერ გამოთვრა. მაინც 50-50-ზე რა. არა, 50 მე მგონი ხა ძალიან გაამოკლე. აი, მოდი ერთ კითხვას დაგისმო. დაივიწყე წინა თამაშს ანგარიში. და აი რაღაცა 2 კვირა გეძინა. ეს დაიღვიძე და იცი რომ რეალი ეთამაშება სახლში არსენალს. კი, მაგრამ რამდენი პროცენტი აქვს რეალს გასული? რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პროცენტი აქვს, მაგრამ ნახე საფასურო შეუძლია, მაგრამ 3 აქვს გასატანი. 3 აქვს გასატანი ეგ არის. და არ უნდა გაუშვას. არ უნდა გაუშვას, მაგრამ არ ვიცი, ნუ მე მაინც ვთვლი რომ ჯერ ყველაფერი წინა რა მთავარი არის როგორ დაგეგმოს თამას არტეტა. რას იზავს პირველ 20 წუთში. ეგ არის ზუსტად. აი პირველ 20 წუთში რაც მოხდება ეგრე დამთავრდება ჩემი აზრით თამაში რა თუ ორი ვარიანტი აქვს შეიძლება რომ თავიდანვე თუ ჩაჯდა დაცვაში არსენალი აი მაგრად გაუჭერდება რომ ერთი თუ გაიტანა ვაი იქნება რეალმა ერთი თუ გაიტანა მიხვდება რომ ვა შეგვიძლია მეორეს მიაყოლებს და 2-0-ზე უკვე არის აი სიკვდილია რა ბერნაბეუზე ვერ გაძლებ უბრალოდ აკურებელი აიღებს ბურთს და შეიტანს თამაში. რა, ზუსტად. აი, ზუსტად, ანუ როგორ თემა იცი, ჩემპიონთა ლიგიდან რეალი რო გავარდეს და ეს ლიგა ვერ მოიგონ, ხო ტრაგედია არ იქნება მათთვის, განსაკუთრებით ალბათ ბაპეს დაწყდება გული, მაგრამ ნუ რეალია და მაინც მოიგებს, ხო? რეალის მაინც უბრალოდ ეს თამაში კონკრეტული არის ხა უდიდესი ჩელენჯი მადრიდის რეალისთვის, კარლო ანჩელოტისთვის, გულშემატკივრებისთვის, რომ აი ამ ჯოჯოხეთიდან მოკლედ ცოცხალი ვერავინ ვერ გადის. გულისხმობს სანტიაგო ბერნაბეუს. ამიტომ მე 10%-ზე ოდნავ მეც მივცემ და ანუ დამატებით რა პროცენტებსაც დავუმატებ არის ის, რომ გულშემატკივრები, სანტიაგო ბერნაბეუს საოცარი ატმოსფერო და ხო, თავარი მადრიდებისთვის ალბათ იქნება ის, რომ სწრაფი გოლი როგორმე გავიტანოთ და მე ხა 2 გოლის გატანა რეალს, მე საერთოდ როგორ იმას უწურა, ვიცი? 3-0 რომ მოუგოს ისევ და მე სიტის რო უკნას, ვიცი, ძალიან მარტივი პენალი რო გაიტანა ბოლოს ბენზემამ და რეალი გავიდა. ნუ რა, მე უბრალოდ PSG რეალისკენ უფრო ვიხები ნახევარფინალში. მინდა თორეგან ეგრე ვფიქრობ ხა რეალურად რო შევხედოთ. უბრალოდ მინდა რომ PSG რეალი იყოს. თუმცა ნახოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ქება არსენალს, ხო? ეს შეიძლება რეალის სამომავლო პროექტისთვის იყოს უმნიშვნელოვანესი თამაში, იმიტომ რომ თუ ეხა გამოვარდნენ, ანუ ისე რომ ვერც კამბექისთვის შექმნეს პირობა, მე მას შეიძლება ძალიან არიოს გუნდში სიტუაცია, იმიტომ რომ ბაპე იქ მისთვის არ არის, მისული თეთრი ფორმა ეცეს, ბაპეს ოქროს ბურთები უნდა და ჩემპიონთა ლიგები უნდა და თუ დაინახა რომ ჩვენ ვაი და დიდ გუნდებთან ვერაფერს ვერ შვებით, ამან შეიძლება მე დაიწყოს უკვე პრობლემები თქვათ ვინისიუსთან და ასე შემდეგ რომ მოდი მე იქ ფლაგზე მირჩევნია დგომა და შენ წამოდი აქ და აირიოს სიტუაცია და ასე შემდეგ. კი, ვინისიუსის ახო ისეთი მოთამაშეა რა რეალის რაღაცა კარგი მარკე, ან
ტიპებს ძალიან ბევრი ფული აქვს იმაში დახარჯული, რომ ვინისიუსი იყოს ის ვინც არის. ხო და მაგარ ფეხბურთელი. ცალკე ფსიქოლოგი უქირავეს, ცალკე კონკრეტულად იმას უქირავეს მწვრთნელი, რომ აი ვინისიუსი, თავიდან ვინისიუსი რომ გადავიდა, ყველა დასცინოდა, რომ ეს ვინ მოიყვანეთო. და ეხლა უკვე ტოპ მოთამაშეებში შედის. ოღონდ ეს შეიყვანა რეალმა, იმიტომ რომ რეალია და ჩვენი მოთამაშეები ჩვენი არჩეულია ვასწავლოთ, ბოლომდე გავატანინოთ და ეხლა ბაპეს რო ეჯახება, არ ვიცი, ის უკვე არ რაღაც საინტერესო მოხდება ყველა ვარიანტში რა, მაგრამ ის ვიდეო შეხვდათ? რეალი 3-0-ს იგებს 91 წუთია და არსენალს 5-2 და ის სტადიონი რო იშლება, ის რეალის გაზონი ხო ჩადის რაღაც და ერესი რა კნარ და დენ. კარგი, რამის დამატება თუ გსურს ამ თემას? მე მინდა ერთი რაღაც დამატება. ძალიან ბევრი პოსტი შემხვდა Facebook-ზე რეალის ფანებში, რომ ანჩელოტი გააგდეთ. რა ანჩელოტი ანუ აი როგორ უნდა მოგივიდეს თავში აზრად ის რომ ანჩელოტი გააგდო ჯერ რეალში მიღწევებს რომ თავი დავანებოთ. ანჩელოტის ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. აი როგორ უნდა რამ უნდა მოგაფიქროს ეგ. ერთადერთი მწვრთნელია ალბათ დედამიწის ზურგზე, ვისაც შეუძლია რომ ეს რეალი მე მგონი ხმაზე გვაქვს პრობლემა. არა გვაქვს პრობლემა. ვისაც ამ რეალისგან რაღაცა რომ გამოაძრწოს, ეგ შეუძლია და თან პლუს ტიპს ყველა ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული 6 ჯერ, ხო? მე 5 ჯერ. მე 6-ზე მიდის წელს. აი როგორ უნდა თქვა, ეგეთ არ შეიძლება, ეგეთი რაღაც ის. არა, ხო, სიგიჟე. რეალურად ეს ორი მხარე ერთმანეთს დაშორდება მაშინ, როცა ერთად დასხდებიან და გადაწყვეტენ და მე მგონი სეზონის ბოლოს ეგ მოხდება, მაგრამ ეხლა you are fired road franchise-ს უსინდის ხო? ანუ ლიგას რო ვერ იგებ ამის გამო გაგდებაც ცოტა ის არა, ლიგას იგებენ სულ და ესპანეთის ჩემპიონატს ვერ იგებენ და თან ეს არ უნდა შევხედოთ ამას რომ ეს არის FIFA-ს ლოგიკა, რომ აი რა ანჩელოტის თითქოს ამ სეზონში ფეხს უნდა გადაედო რა განახლებს ხო ყველაზე მაგარი გუნდი ყავს და კიდე მბაპე დაგიმატეს ეს მბაპეს დამატება არის გამოწვევა მისთვის პრობლემაა ანუ ეს არ არის FIFA რომ ყველა ვარსკვლავს თუ შეკრიბა ყველას 5-0-ს მოუგებს ეს ხო უნდა დააბალანსო ეს გუნდი და ამ გუნდის დაბალანსება როცა ეგეთი ვარსკვლავი ემატება რთულდება მაშინ PSG-ს მოიგებდა ყველაფერს მესი ნეიმარი და მბაპე ყავდა ერთად მაგრამ სანამ მეგრელი არ წაიყვანა ამამდე არა ეგ არის სული სიგიჟე არ შეიძლება არც შეიძლება ეგეთი რაღაც დაწერა რა. კარგი. მივედით პრინციპში მესამე მატჩამდე, სანამ გადავალთ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოკვეთოთ Facebook-ზე და TikTok-ზე, ლინკები იქნება აღწერაში მარტივად რომ მიაგნოთ. მესამე მატჩი არის მიუნხენის ბაიერნი, მილანის ინტერი. ძალიან კაი თამაში იყო რეალურად, მეც არის თვალით მაგასაც ვუყურე. რას ფიქრობთ ამ მატჩზე? მეორე თვალით ვუყურე. და წინა ვიდეოს კომენტარებში ვიღაცა მეჩხუბებოდა რომ მარტივად გააკეთეს. ძალიან მიკერძოებული ხარო, რა სიძახიო, რა მცველი ჩადისო საჯარიმოშიო. თუ მარტივად გადის გავა ბაიერნი. არა, მარტივად ბაიერნიო, ხო? და მე კიდე ნუ ეს იყო, მაგრამ ანუ ინტერ აი რა ვიცი და დაღეჭა ინძაგიმ კომპანია გასაგებია რომ ყველა აკლდა დადგა ეს ინზაგი და მოდი აბა პირველი 20 წუთი დავუკვირდეთ კი ბევრი ხალხი აკლია მაგრამ ბაიერნი არა ყველაზე დიდი სახელფასო ჭერი აქვს სოფლიოში ამ გუნდს ოკეი მოდი აბა ვნახოთ რა შეუძლია ამ ლიდერების გარეშე 20 წუთი ინტერს პირველი 20 წუთი ინტერს ჰქონდა ის რომ მოდი შევამოწმოთ რა შეუძლია აი ამ ფორმაციის ამ ტრავმებიან ბაიერნს 20 წუთის მერე მივხვდა რომ ბაიერნს შეუძლია კარგად თამაში, ნუ კეინმა სასწაული ბურთი გააფუჭა და აი მაგ მომენტში ზუსტად მივხვდა ინზაგი რომ ოპ და მოდი ჩავვრთოთ უკვე ჩვენი თამაში. პირველი გოლი იყო აი რაღაცა კლასიკა მგონია რომ შენთვის იყო შენ საყვარელი გოლი გახდება ალბათ. მე გამგარი 33 პასი გააკეთეს. 33 პასი და 5 ფაზა შეტევის. ანუ 4 ჯერ მივიდნენ საჯარიმომდე და გამობრუნდნენ უკან. მიდიოდნენ, იმიტომ რომ უნდათ რომ ფლანგზე გაიხსნათ კარლოს აუგუსტო და ვერ გახსნეს, იმიტომ რომ
იქ იდგა და ნუ კაი და ბოლოს უკვე აი მეხუთე ფაზა რო იწყებო და ინტერი იყო 3-3-4 სისტემა. 3-3-4. გატყუებთ 3-4-4. ან ზომერი იყო ცენტრალური მცველი სამკაცში. და ნუ როგორც იქნა ამოიტყუეს პრესინგზე ისე როგორც უნდათ და აი ამ 33 პასში თავარი იყო აი ამ 1 2 3 4 5 6 პასამდე რომ მისულიყვნენ რა რომ ველოდეთ ვატრიალეთ ბურთი ვატრიალეთ და ბოლოს მაინც ვიპოვეთ ის ადგილი სადაც გვჭირდება რომ გაიხსნას ანუ ორივე ცენტრალური თავდამსხმელი ცენტრში ჩამოვიდა იმ პერიოდში და იქ და ფლანგებიდან და ნუ ტურამის დატოვება და ლაუტაროსის ტრიველა რა ყველაზე მეტად ის ვის ადგილას არ მინდა ყოფნა აი ასტონ ვილას მცველები ხო ჯოჯოხეთში გაატარეს და აი ოღონდ დამთავრდეს მაგრამ უფრო მეტად არ მინდა იმ ადამიანის ადგილას ყოფნა ვინც უნდა არჩიოს მეოთხედ ფინალის საუკეთესო გოლი ხო აი მაგარი შანსია ტიპი ყველა გოლი სასწაული იყო და კაი დაუბრუნდეთ ამ თამაშს გოლი გაიტანა ინტერმა და მე დაცვას ჩავსხედითაც არა მე გადავიდა ენერგიის დაზოგვების რეჟიმზე ბასტონი იყო ავიცი მართლა სასწაული ულისეს 25 წუთის მერე ფეხბურთი არ ათამაშა და ბაიერნიც ვერაფერს ორშაბოდა აი ჩაწოდებები ვაწოდებ ხო ეგ გონი გააგვიანა საერთოდ ეგ ჩაწოდებებზე გადასვლა რა ბაიერნი ხო და ნუ ინტერი კაი იდგა და ბოლოს სადღაც ერთი ჩაწოდება გავა რა ბაიერნი გოლი გავიდა და ინზაგიმ კიდე attacking mode activated აი FIFA რო ახსენე attacking mode-ზე რო გადაიყვან აი ეკნა ინტერმა და პირველივე დაალაგებული build-up-ით შეტევა მეორე სასწაულად ლამაზი გოლი გაიტანა და ალბათ თქვენც შეხვდებოდათ ყველა ვიდეო რო ანდევის გოლი წამებში რო დაამთხვია და აღნიშნავს რო დაამთხვია აუ მაგაზე ბარემ ვიტყვი ძალიან ნერვები მეშლება მაგ წესზე რა მაისურის გახტაზე რო ყვითელია აი რა ზონე გაეგდო მაშინ ანუ ეგეთ გოლი რო გაგაქვთ ამ ფრატეზე პირველი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის აქამდე არ გაუტანია და ანუ ამაზე რომ აისური გაიხადა რატო აყვითელი ბარათი ეს მართლა ვერ ხვდები რა ეხლა ნუ რავი არ მომწონს კონკრეტ ეგ წესი ძალიან რა ეგ არის ემოციების ამოხეთქვა და გაიხადა მაისურა მაგრამ ტილიკანში ვერ ეტევა მაგას და ერთადერთი რაც უნდა ქნას მიდი აბა გაიტანე ბაიერნს მოუგე მიუნხენში ბოლო წუთზე და მიდი აბა ესე ხო არ აღნიშნავ ფრატეზია ხო ხდები ანუ პირველი გოლი გააქვს ჩემპიონთა ლიგაზე თან სად გააქვს და ამის გამო ვიღაცა უჩვენებს ყვითელ ბარათს ეგ წესი არ მომწონს მოკლედ ხო ან ნახეთ ის რაღაც ველოდი ჩვენ რაც მიწინასთან მეტყველეთ ბაიერნმა ითამაშა პერსონალური პრესინგი მიუხედავად იმისა რომ ინტერთან პერსონალური პრესინგი არის ჯოჯოხეთი გერეირო ეთამაშებოდა ჩალხანოღლუს პერსონალურად 75 წუთი იყო გერეირო მოედანზე ერთხელაც არ შესულა ორთაბრძოლაში ანუ არ შედგა ეს დუელი იმიტომ რომ სადღაც დარბოდა ჩალხანოღლუ მირბოდა ფლანგერ გორეცკა სულ თავის პოსტოვებდა მხითარიანს აი ჩანს ერთ მომენტში რომ კეინი და ულისი ახელითაც აჩვენა მე რომ მარტოა დარჩენილი და გოლების ეპიზოდში ეს ხო იდეალურად ჩანს ორივე ცენტრ ფორვარდი რომ პირველი გოლის დრო ცენტრში ჩამოვიდა მე ორი ტემპით რო უტევენ ჯერ ტურამის მირბის და უკან მიყვება მეორე გოლის დროსაც ლავუტარო ჩამოვიდა ცენტრში ბარელასთან შეკრა და ტურამ საერთოდ ფლანგზე გაიქცა რომ ეს დერეფანი ფრატეზისთვის გაიხსნა მაგრამ ბაიერნმა მაინც ჩემ ბევრი მომენტი შექმნა ანუ ინტერის პრობლემა ის იყო რომ ცუდად იცავდა თავს ამ დაბალ ბლოკში ანუ იყო ფეხბურთელები რომლებიც რჩებოდნენ თავისუფალი ბაიერნის პრობლემა ის იყო რომ ეს ფეხბურთელები იყო ანსტანში ჩემ ლაინერი და ბევრს ვერ ქმნიდნენ ისინი მაგრამ ნუ ჩემი აზრით მიულერმა უნდა ითამაშოს მიულერს აქვს თავის კარიერაში უნიკალური სკილი რომ საჯარიმო როა გადატენილი იქ იყოს მარტო ვერავინ ვერ პოულობდეს ვერავინ არ ხედავდეს და ეგ გააკეთა ალბათ არ ვიცი ხა ნახოთ როგორ იქნება მილანში გასაგებია გნაბრი რატო არ დააყენა იყო საუბრები თავიდანვე მაგრამ ნუ უნდა გავუთვალისწინოთ რომ ძალიან ბევრი ტრავმა აქვს ბაიერნს და ეგრე ყველა გამოიყვანო ეგრევე ნუ წვნელობათ იმაზეც ვფიქრობ შეცვლაზე შემდეგ ვინ შემოვიყვანო როცა დამჭირდება და ალბათ ამიტომ ესეც იყო გათვალისწინებული მე ვთვლი რომ აქ საერთოდ არაფერი არ გადაწყვეტილი ბაიერნს მონია რომ რაღაც შანსები აქვს უბრალოდ აი არავინ არ უბრუნდება დორტმუნდთან ხონდათ ახლა თამაში და იქაც გამოჩნდა ხო რომ აი კი მას საერთოდ დაკარგა
პირველი გოლის დროს ბაიერი, მეორე გოლის დროს აკენცლა ბურთი გირასინ და დაიერი უყურებდა და აკენც მე მაკრატევა დაარტყა და რავი ეს პრობლემებია პლუს მუსიალაც რო არ ეყოლებათ და ასე შემდეგ, ინტერი უფრო ფავორიტია გასვლის, მაგრამ ამ მეტყვი სტრუქტურულად ბაიერნი უფრო ჩემთვის უფრო კარგად გამოიყურება, მაგრამ პლუს ანგარიში ინტერს კარგი აქვს, ბაიერნს ტრამვები აქვს და აი პერსონალური პრესინგის პრობლემა რჩება, ხო? ბაიერნს არ ვიცი სხვა რეჟიმში ბაიერნს წელს არ დაუპრესინგები, ალბათ იგივეს გააკეთებენ და ინტერსაც ეს იქნება რაღაც თავის ფლუიდური და რაღაც მოქნილი ფეხბურთი, სადაც ვინც ადმირბის არ ვიცი, აი ცველებზე რო იყო ორი ეპიზოდი იყო, ერთი აი კარლოს აუგუსტოს ეპიზოდი როცა იყო გარედან რომ მოარტყა ბადეს, ბასტონი გაუკეთა პასი ცენტრალურ პოზიციიდან და ერთი ამაზე უფრო სიგიჟე იყო, პავარი იდგა მარცხენა ვინგერად არის მარჯვენა ცენტრალური მცველი. იქ აღმოჩნდა რატომ არ ვიცი. მე მანდ კომპანიის გადაწყვეტილებაში ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ გერეროსთან სხვა მიულერი ყოფილიყო ძირითადში მე მგონი ჯობდა. იმიტომ რომ გერერო რეალურად იდგა მუსიალას ადგილზე, მუსიალას თავარი საქმე არის ის, რომ შეტევები დააორგანიზოს, ხო, ცენტრიდან კიმიხის და გორეცკას წამოღებული ბურთი მერე გადაანაწილოს შეტევაში. რადგან გერერო საერთოდ ვერ მონაწილეობდა შეტევაში და ინტერის ამ ნახევარდაცვის ტრიოში სადღაც ჩაიკარგა და მერე იშვიათად პოულობდით ხოლმე, მე მგონი ჯობდა რომ მიულერი ყოფილიყო და ეს შესაძლოა მისცემდა იმას რომ კეინი როდესაც ამოვიდა ხო იცი კეინს უყვარს ბურთის მისაღებად ამოსვლა მერე უკვე წინ გერერო კი არ დარჩებოდა მიულერი დარჩებოდა და აი მეტოქის საჯარიმოში მიულერი ჯობია ყავდეს ვიდრე გერერო ამიტომ მგონია რომ მილანურ მატჩში პირდაპირ მიულერი დაიწყო ალბათ პრესინგისთვის ათამაშა იმიტომ რომ გერეროს დაცვითი ის აქვს მცველია ხო და რაღაც ალბათ მაგიტომ უბრალოდ ეს პრესინგი არ შედგა ეს დუელის ხო და აი ზუსტად მაგიტომ რომ წესით ხო ვიცოდით რომ ბაიერნს უნდა ითამაშა პირველ ნომრად და აი მაგ პირველ ნომერში პრესინგზე მეტად შეიძლება მიულერი უფრო პროდუქტიული ყოფილიყო რა ერთი მომენტია მან მიულერი თუ დაიწყებს რაც არ უნდა იყოს მიულერი ასაკშია და ვეღარ ძლიერდები ცვლილებით სუსტდები ანუ ვინ გამოვა მიულერის პოზიციაში? ხა ერთადერთი კომანი დაუბრუნდა გუშინ, ხო, უთამაშია ის კომანი შემოვიდა, ოღონდ ბოლოს შემოვიდა და მე მგონი ბურთი არც მიუღია საერთოდ. ძალიან ის იყო, გუშინაც ძალიან მაგარი თამაში იყო, ეგ გირას კენწვა რაღაცა. თუ ვინმეს არ გინახავთ დორტმუნდის მეორე გოლი, აუცილებლად ნახეთ გირასი შვება ურთულეს რაღაცას. ანუ მაგ გაბარიტების ფეხბურთელმა მარტო მაკრატელა არ არის მან დამბავი როგორ აიგდო და ჰაერიდანვე როგორ დაარტყა ეგ არის ნუ რა ვიცი სასწაული კარგი ხო და ერთ რაღაცას დავამატებ ინტერზე რა წეღან რასაც იძახდი რომ აი ეს 2-1 ინტერისთვის არის ისეთი ანგარიში რომ ბაიერნს აქვს ძალიან კარგი შანსი. 2-1 გასვლაზე ზუსტად ეგეთი ანგარიშია. კეინი იძახდა, რომ ისე ზეიმობდნენ, რომ გონიათო, რომ გავიდნენ უკვე და გუშინ სიმონე ინძაგი მოპასუხა მაგას, რომ არაო ჯერო პირველი ტაიმი გვაქვს მოგებულიო ტყუილად გონია ეგრეო. თან კიდე ერთი ამბავი ის არის, რომ ძალიან რთული თამაში ჰქონდა ბაიერნს და დორტმუნდთან, აი ძალიან დიდი ძალები დაკარგა, საპირისპიროდ ინტერს ჰქონდა, რავი, სტანდარტული გასეირნება, სავარჯიშოდ გამოვიდნენ კალიარისთან, რეალურად ინტერის თამაში ალბათ 7 წუთი იყო დაძაბულობა, რომ ინტერს სირბილი მოუწია დანარჩენი სიარულით მოიგო, თან ხალხი დაასვენა ისე და ბევრ, ნუ მწვრთნელები როგორ დაგეგმავენ ამ თამაშს, კომპანიც და ინძაგიც, ვინ რაზე გააკეთებს აქცენტს, ეგ გადაწყვეტს ძალიან ბევრ რაღაცას, ალბათ ყველაზე თანაბარი შანსები ამ წულშია განმეორებით თამაშს. აუცილებლად, ყველაზე მეტი ინტრიგა რეალურად მან გვაქვს. მაგრამ ინტერი გავა. ისე იმაზე გამახსენდა ეხლა რო თქვი, რთული თამაში ჰქონდა ბაიერნსო. ყველა ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე ყველა გუნდმა ითამაშა შაბათს. ერთადერთი გამონაკლისი იყო რეალი და დაიწერა რომ თხოვესო ლა ლიგის იმას ხელმძღვანელობას პრეზიდენტს რომ გადმოგვიტანეთ შაბათსო და უარი უთხრესო და PSG-ს საერთოდ გაუქმეს და ამოუღეს. თქვენ ოღონდ საფრანგეთის ღირსება დაიცავით ლიგაზე და არ არის პრობლემა. კარგი, ბოლო თამაში დღეისთვის რაც გვაქვს, ბარსელონა დორტმუნდის ბორუსია, ნუ როგორც მოსალოდნელი იყო, ვერც ყვითელი კედელი, არც ყვითელი კედელი დაგჭირდა მერე და არც არაფერი, ნუ ბარსამ გადაუარა დორტმუნდის ბორუსიას, ვინც უყურეთ თამაშს და მერწმუნები თამაში. რეზი. აუ ან მარტივად და მოკლედ რო ხსნა დორტმუნდმა კოაჩმა რატომ არ შეცვალა სქემა?
ბოლო თამაში ბუნდესლიგაში მაინცთან ფრაიბურგთან 5 მცველით თამაშა ბარსელონასთან 4 მცველით გადაწყვეტა თამაში რომ ესე უფრო საიმედო იქნებოდა ორი ფლანგებიდან ანადგურებდა ბარსელონა პირველად ჯერ იამალს დაუყენეს ფენსებაინიდან კატასტროფა ხდებოდა როდესაც უკეთებდა ფენსებაინის მეორე ფლანგზე გადატვირთვები მიდიოდა ამიტომ მეორე ფლანგზე გიგენსი ჩამოდიოდა მეხუთე მცველად და იქ იყო პედრი, ბალდე, რაფინია და ისინი კომბინაციებს ათამაშებდნენ და იმ ფლანგსაც ხსნიდნენ პირველად ანუ დასაწყისში ბარსელონას 1-ზე მეტი გოლი გაიტანა მაგრამ ვერ გაიტანა პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი იყო შედარებით როცა დორტმუნდმა რაღაც გააკეთა, იმიტომ რომ აგრესიულ პრესინგზე წავიდნენ და ეს პრესინგი იყო ესეთი იყო, ორივე მხარეს რო ქნიდა მომენტებს, ან ბარსას საფრთხო შეტევები ჰქონდა თავის კლასიფიკაციაზე და დორტმუნდსაც თავარი მომენტი რაც იყო, როცა ირასენ ვერ მოარტყა ბურცფეხი, შეიქმნა ზუსტად პრესინგიდან ჯანმა ლევანდოვსკის მოუგო დუელი. მეორე ტაიმში უკვე არაფერი ერთი გუნდი თამაშობდა მარტო ეს გიტენსი გადმოიყვანა აქეთ ფლანგზე იამალის რო პენსებაინის დავახმარო ოღონდ იამალმა უკვე დრიბლინგები აღარ აკეთა და უკვე გააკეთა პასები. აქეთ რომ გადმოვიდა გიტენსი იქით რივერსო ინდარჩა მარტო რაფინიასთან და იამალი უკიდებდა რაფინიას ფუტებს და ეგრევე პირველივე წუთზე თორსე მეორე ტაიმი დაიწყო და ეგრევე კომბინაცია გაათამაშეს 2-0 და შემდეგ ბოლო ორი გოლი თავისუფალ სივრცეებზე გაუტანეს და უკვე არაფერი არ ხდებოდა ანუ საერთოდ უცდია შეტევა და აი სპექტაკლი ვიხილეთ ისე რაღაც ადამიანებს ხომ ბარსელონა სროში ძალიან ბევრს ამიტომ მამსხოლში 99% უკვე ყველაფერი ნაკლებად გადაწყდა. კარგი ამბავი ბარსელონასთვის არის ის, რომ წინა გადაცემაში ვთქვით რაფინია რო ცოტა ამოვარდნილი იყო იმ არგენტინული კოშმარის შემდეგ და სუპერ თამაში ჩაატარა მართლა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი ახლა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობა პატარა საქმე არ არის ხო მით უმეტეს რაფინია არ არის ცენტრ ფორვარდი მაგალითად და პენალტებს არ უტყამს საერთოდ აქედანაც რო დაიწყო და მესის გაუთანაბრდა უკვე კონტრიბუციები 19 კონტრიბუცია აქვს და კიდე მინიმუმ 3 თამაშს ხო ითამაშებს დორტმუნდთან ითამაშებს ნახევარფინალს ითამაშებს ორს და შესაბამისად ხო კარგი ამბავია ეგ ცუდი ამბავი ბარსას მხარეს ეგ არის რომ ალეხანდრო ბალდე დაიმტრა ლეგანესთან მატჩში და უდიდესი ალბათობით კი არა და ამ თამაშს გამოტოვებს იმიტომ რომ ლაპარაკობდით რომ დაჟე კი არა და სუპერთასის იმასაც გამოტოვებს კარგი თუ რამის დამატება გსურს ბოლო აუ ერთ რაღაცას დავამატებ ჩაწერის წინ რაც ვთქვი მაინც ტაქტიკებზე ვლაპარაკობთ და ინტერის თამაში კალიარიმ რაც გააკეთა ეგ ჩემი აზრით არის ის რასაც უფრო ხშირად შევხვდებით თამაში ნუ ისეთი თამაში იყო რომ ალბათ ბევრი არ ნახავდა ინტერი ძალიან კარგად აწვდის აუტებს თუ საჯარიმოსთან ახლოს არის პირდაპირ აგდებენ საჯარიმოში და იქ მეორე სართულზე ბევრი კარგი მოთამაშე ყავს თამაში უფრო კიდე რომ გავამძაფროთ ეს ამბავი არის ის რომ აუტის დროს ცენტრალური მცველი ჩადიოდა ხოლმე საჯარიმოში რომ აი კუთხურის და მაგვარი რაღაც გაეთამაშებინა და ძალიან საინტერესო რაღაც დაუპირისპირა ამას კალიარის მწვრთნელმა რომლის სახელით და გვარით დამოუწყდა მეკარე თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე როცა აუტი უნდა ჩაეწოდებინათ გამოდიოდა ლამის 11 მეტრიანის ნიშნულთან და ის იყვანდა ყველაზე მაღალ მოთამაშეს ანუ ვიზეთ სავარაუდოდ წავიდა და ჩაწოდება იმას დაცვაში ედგა ეგ და მწვრთნელის გვარი არის დავიდ ნიკოლა ეგ არის რაც ალბათ უფრო ხშირად და ხშირად ახალი დეტალია ფეხბურთში რაც საინტერესოა რა. ხო, რომ შევარდეს ინიშნება კარიდან რა. სხვა შორის ხო, ფუტზალსაც დავამატებ რა. წინაზე ვთქვით და ჩვენ მანაკრებმა მოიგო ის თამაში და გილოცავთ ბიჭებო ყველას და გილოცავთ ყველას რომ პლეი-ოფში ვართ უკვე. გამოგვიწერეთ ბიჭებო. ხო, გამოგვიწერეთ თუ უკვე არ ყავართ გამოწერილი და აი ფუტზალში დაგვემართა ეგ რა რომ აუტი იმას თქვენ გათამაშდა და ვერ მიასწრო რა მეკარე მეხუთეზე იყო ასულ ვერ მიასწრო და ეგ მაგ ლაივში ნანახი ჩვენს ჩემი გუნდის კარში შეგორდა და აი უკვე ჭკუიდა რომ და გადავსრულყავთ აუტიდან არ არის კარგი მადლობა ბიჭებო ძალიან საინტერესო საუბრისთვის ჩემპიონთა ლიგა გრძელდება და ჩვენც ბუნებრივი ამაზე საუბარს გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი, დასაწყისში თქვი და თუ სპონსორობის სურვილი გაქვთ შემოთავაზებისთვის ღია ვართ, საუბრებისთვის ღია ვართ, აღწერაში იქნება მითითებული ჩვენი იმეილი, შეგიძლიათ პრინციპში შემოგვეხმიანოთ. კარგი.
იკა, დაიმშვიდობე ტრადიციულად და ხო დაიმახსოვრე ჩემი ტექსტი. ერთხელ შენ გიყვარდეთ ფეხბურთი? არა, ეგ ბოლოა. ბოლო. ითამაშეთ ფეხბურთი? ითამაშეთ ფეხბურთს? ისაუბრეთ ფეხბურთზე? უყურეთ ფეხბურთს და რაც თავარია, გიყვარდეთ ფეხბურთი. შემდეგ შეხვედრამდე.